სანდრო, გამარჯობა. გიმარჯოს. მადლობა ჩვენთან ერთად რო ხარ დღეს. ჩვენ დღეს გვყავს სანდრო კობახიძე, სტუმრად. ჩვენი ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, საკმაოდ ისეთი გამორჩეული და კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების U17-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მინდა სანდროს წარმატებები უსურვო. გაიხარე, დიდი მადლობა. სანდრო, მადლობა რომ თამაშობ ჩვენთან ბეთლავე მასტერ ლიგაში, საკმაოდ ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი ხარ და ჩვენი ლიგისთვისაც ისეთი გამორჩეული ფიგურა ხარ და სხვისთვის მაგალითი ხარ და ამისთვის მე პირადად ჩვენი ასოციაციის სახელით ძალიან დიდ მადლობას გიხდი და მინდა შენი აზრი ზოგადად დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით და არა მარტო დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით, ზოგადად ცხრილთან დაკავშირებითაც მინდა რომ რაღაცა ვისაუბროთ. რას ფიქრობ? ჩემპიონატის თვითონ სიძლიერესთან დაკავშირებით და თამაშების დონესთან დაკავშირებით თუ გაქვს შენი მოსაზრება ამ მხრივ. პირველ რიგში მოგესალმები აკო. მე უკვე ალბათ მე ვეღარ ვითვლი შეიძლება მე-4 წელია. მე-5 სეზონია. მე-5 სეზონი დავიწყე, ხო? და ყოველთვის მე ამდენჯერაც მქონია შენთან საუბარი, თუნდაც ისე პირადად და კამერების წინაც ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან ჭირდება თბილის, საქართველოს ჭირდება, იმიტომ რომ ყველა ხედავთ თუ როგორ უყვართ ფეხბურთი საქართველოში და როგორ უყვართ ფეხბურთის თამაში. ამიტომ აქ ამ პროექტს აერთიანებს ნებისმიერი სახის ადამიანი, რომელსაც უყვარს ფეხბურთი, შეუძლია არ აქვს მნიშვნელობა, ძლიერად შეუძლია პროფესიონალია, ყოფილი პროფესიონალია თუ საერთოდ მოყვარულია. აერთიანებს ეს პროექტი და მე ყოველთვის სადაც მაქვს იმის საშუალება ყოველთვის ვიძახი რომ ძალიან მაგარი პროექტს აკეთებთ თქვენ ყველა ერთად მე ვიცი ვინც ხართ შენის თაოსნობით და ყველას მინდა რომ წარმატება გიგსურთ მომავალში ყველაზე კარგი ის არის რომ ტენდენცია არის რომ ყოველ წელს ახლებთ ყოველ წელს ვითარდებით იცი შე რომ მე ამის ძალიან დიდი მომხრევარ და მე თვითონ ძალიან სიამოვნებს რა თქმა უნდა რომ დავანებე ჩემთვის ჰაერივით საჭირო იყო ესეთი რაღაცა და კი გახსოვს შენ მე რომ დავიწყე თავიდან საერთოდ ისე ვიყავი ძალიან ეხაც შეძლების და გვარად და ბედნიერად ხო ეხა შენ ნობდი თავს მე რომ დაიწყე თავს ეხაც ესე ორბოლოდ შენ უკვე აღნიშნე რომ მე უკვე თავარი მსნელი ვარ ნაკრებში და ბევრი საქმე გექნება და ბევრი ის გამომიჩნდა ბევრი საფიქრალი და შეიძლება მადლობა რომ დროს ხო შეიძლება ისე ვეღარ ვახერხებ ვითმობ მაქსიმალურად და შენი ჩართულობით მაგალითს აძლევს სხვასაც რომ იცხოვრო თუმცა მინდორზე რომ გამოვდივართ სტადიონზე აღარ 17 წლამდე რას ფიქრობ სანდრო ზოგადად დღევანდელ თამაშთან სანამ მივალთ დღევანდელ თამაშზე მინდა ზოგადად ტურნირის აი ცხრილს შევხედე ახლა და კავკასიის ავტოიმპორტი ბრიჯი რევაინი, აპტოსი, მარშალი, ინტერსპორტი და მე-7 ადგილს SFP საფეხბურთო საერთოდ რა მინეცი თქვა რომ წელს განსაკუთრებით უკვე წინა წლიდან დაიწყო ანუ აქ უკვე საკმაოდ ადრე თუ ერქვა ამას აი გასართობად სამოყვარულო ანუ დონე მოიმატა მაინც განხელას ვიძახია სამოყვარულო დონე თუ ერქვა ეხა უკვე ადამიანები გადავიდნენ აქ ფული ხარჯება გუნდები ვარჯიშობენ მე ნახევრად პროფესიონალში უკვე ამას ვეღარ დავარქვე ჩვენ ვაპარაკობთ ხოლმე ხო ბიჭები ამას ვეღარ დავარქვე მე უკვე ნახევრად მოყვარულს ეს ნახევრად პროფესიონალი იმიტომ რომ არის გუნდები საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავენ და მე ამას მივესალმები არიან ფეხბურთელები რომლებიც უკვე ვარჯიშობენ უკვე ფორმაში არიან ბიჭები ძალიან რთულია ესეთ გუნდებთან თამაშია თუნდაც აპტოსი ნუ კავკასიუსზე საერთოდ აღარ ვიძახი ეხა ბრიჯი არის წელს ძალიან მაგარი გუნდი და ნუ საკმაოდ რთულია უკვე ჩემთვის პირადად ჩემი გუნდისთვის ძალიან რთულია იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ვარჯიშს და მე მივესალმები სანდრო ყველას აინტერესებს მე კი ვიცი მაგრამ მინდა რომ შენ ჩვენს მაყურებელს უთხრა თუ რა შემადგენლობა ყავთ ფეხბურთის ფედერაციის გუნდს და ვითხარით რა ჩამოგვითვალე ვინც არიან ნაკრების ვინც რა თქმა უნდა უფრო ხალხმა იცის რა თქმა უნდა ნუ ალექსანდრე იაშვილი ამისულაშვილი ნავალოვსკი დაუშვილი მარცვალაძე ვინმე თუ გამორჩა შემახსნო ხიზანა რა თქმა უნდა კობი იშვიათად დადის მაგრამ რა თქმა უნდა კობის ყავს ლომაიაც ყავს ხოლმე გიორგი ლომაია ჩვენი ნაკრების და ვცდილობთ დავიმატოთ ისეთ ფეხბურთელებს რომელიც ასევე დაგვაბალანსებენ ჩვენ ახალგაზრდებიც დაიმატეთ და ძალიან კარგია ვახერხებთ ახლა ისეთ ცირკულს რასაც საკმაოდ ისეთი კარგი გუნდი ხართ მე ვფიქრობ რომ
წინა სეზონში ძალიან კარგი შედეგი ჰქონდათ და მე მგონი რომ წელსაც გააუმჯობესებთ ან ნახოთ როგორ წინა სეზონშიც არ ჰქონდა ესე მიზანი, მაგრამ მეორე ადგილზე გავედით თბილისის იმაში და მე ნუ პლეი-ოფებში დარწმუნებული ვარ იმ თასისთვის წელს აუცილებლად ნამდვილად ჩვენსაც ყოველთვის ვეცდებით და შეიძლება ის და გვარად რთული ჩვენთან ადვილი არ არის თამაში. სანდრო, დღევანდელ თამაშს შეეხება საკმაოდ კარგი გუნდია ინტერსპორტი. მე-6 ადგილზე ინტერსპორტი, მე-7-ზე თქვენ ქულებს თანაბრად იყოფთ და დღევანდელი თამაშის მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამარჯვება, მაგრამ როგორ შეაფასებ ზოგადად ინტერსპორტი კარგი გუნდია, საკმაოდ ისეთი ძლიერი გუნდია. მე რო აქ დავიწყე, ჩემთვის ინტერსპორტში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ ყველაზე ძლიერები. მე როცა მე აქ დავიწყე, ყოველთვის ვეუნები ხა ხუჭულს, ვეუნები რომ მეთქი თქვენი ფეხბურთი მე ყველაზე ძალიან მომწონდა. ნუ მე მაგათ რა თქმა უნდა, ეხლა თქვათ ისე ვეღარ არის და ვეუნები ხოლმე მაგაცას, მაგრამ ერთ-ერთი ისეთი გუნდია, რომელიც აი ფეხბურთის თამაში უყვართ რა. კარგი ფეხბურთს თამაშობენ და თან ახლა ჭედლო დაიმატეს, მე ჭედლო თუ იქნება დღეს უკვე ჩვენი შანსი. ჭედლოც იქნება. ჩვენ გაგიჩნდება უკვე შანსი. თუ არ მოვიდა, შემადგენლობით ემზადებიან და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი, კარგი თამაში იქნება და ამას ჩვენი კონკურენტები არიან ფაქტიურად, თუ მოგვიგეს და ან გავგვასწრებენ, ჩვენ თუ მოვიგეთ, ჩვენ გავასწრებთ. მაგარი თამაში იქნება. მოკლედ მთელი სეზონი გუნდები 7-ულისთვის ბრძოლობენ, 7-ული აგზელებს ჩემპიონობის ტიტულისთვის ბრძოლას და მინდა რომ წარმატებები გისურვო. მადლობა დრო რო დაგვითმე და მადლობა რომ თამაშობ და შენი ჩართულობით ყველას მაგალითად და წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ. აბა შენიც სანდრო წარმატებები. გიორგი ნარიმანიძე, რომელიც არის გუნდ ინტერსპორტის ფეხბურთელი და ამავდროულად ეროვნულ ჩემპიონატში ძალიან ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული და ძალიან მაღალ დონეზე უთამაშია ქართულ ფეხბურთში თავისი სახელი უთქვავს. ასე რომ მინდა მადლობა გითხრა შენი ჩართულობით ჩვენთან, რომელიც ბეთლავე მასტერ ლიგის ოჯახის წევრი გახდით და გამონახე დრო რომ გეთამაშა და ამისთვის მაგალითს აძლევს ხვებსაც და მინდა ზოგადად ჩვენ ჩემპიონატთან დაკავშირებით რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ და უშუალოდ მატჩს რო შევეხოთ შემდეგ მაგასაც გითხავთ. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა თქვენ. ძალიან კარგი წამოწყება არის, ძალიან კარგი ჩემპიონატი არის, საკმაოდ ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. კი, ბევრი ყოფილი და ეროვნულ ჩემპიონატის და ასევე ნაკრების და თქვენ გუნდშიც ზუსტად ჩვენ გუნდშიც ბევრი არის. ლევონ ჭედლიძე თამაშობს და რა ვიცი, მათ გვერდით თამაშობს საერთოდ სიამოვნება ეს არის. წინაოდეგაც მათ გვერდით თამაშობს. დონეს რაც შეეხება, როგორ შეაფასებდი აი სათამაშო დონეს უმაღლეს ლიგაში ჩვენთან? მასტერ ლიგის ხო რა თქმა უნდა, მასტერ ლიგის. რა ვიცი, აი წინა თამაშებს გავიხსენებ, წინა თამაში საკმაოდ დაძაბული თამაში ქონდა ჩვენ მაგალითად. ერთი ნოს ვაგებით და შევძელით, რომ ორი გოლი გაგვიტანა და მოგვიგო და რაღაცა ისეთი დაძაბული თამაშები, როგორც ვიცი, ბევრი მიმდინარეობს, ასე ვთქვათ რა და კი, საკმაოდ ისეთი ანგარიშები ფიქსირდება. კი, აი ხა ვერ იტყვი, რომ ვიღაცა და შეიძლება გახვიდე და მარტივად რაღაცა მოიგო, ან ხვდები რა, ყველა ანგარიშგასწევი ძალა არის და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დონე საკმაოდ მაღალი უკვე მეორე წელია ვთამაშობ და იგრძნობა ეს ნამდვილად რა. კი, საკმაოდ მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელსაც, გიორგი საკმაოდ ისეთი ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და საკმაოდ გააძლიერა ჩვენი ლიგა და ზუსტად თქვენი ჩართულობა არის ზუსტად რომ სიძლიერეს და ხიბს მატებს ჩვენ ჩემპიონატს. ერთადერთი მე გისურვებთ რომ წარმატებები და წარმატებები წინ და დღევანდელ თამაშად შეეხება ძალიან კარგი მატჩი გელოდება წინ და რას ფიქრობ ზოგადად რა მოლოდინები გაქვთ თქვენ გუნდთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ინტერსპორტი საკმაოდ ისეთი ძლიერი კლუბია თავისი არსებობის მანძილზე ჩვენს ლიგაში ყოველთვის ძალიან ისეთი ხმამაღალი სიტყვა უთქვავთ და წელს ვფიქრობ წლევანდელ სეზონში ძალიან კარგი გუნდი გყავთ და კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობით და აი თავიდან საკმაოდ კარგად დავიწყეთ, მივაბით მოგებები. მე ერთ თამაშს ჩაგვიგორდა და შენ წინა თამაშს მოვიგეთ. ხო და დანარჩენი აი სხვა გუნდებს რაც შეეხება აი დღეს ხა ვისამოს თამაშით მაგალითად ფედერაციას 12 ქულით მე-6 მე-7 ადგილებს იყოფთ. რა მოლოდინი გაქვს, რას ფიქრობთ? აი დღევანდელ თამაშზე აუ წინასწარ ესე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ ეხა სახელმწიფოებიდან გამომდინარე საკმაოდ რთული თამაში. კი, ამისა ხიზანა, კობახა, დაუშველი. ხა ნუ აი ბირთვი წინა წლიდან მოვდივართ, ანუ ჩვენი გუნდის ბირთვი და ასე თუ ისე შეთამაშებულები ვართ, ვიცით ერთმანეთის თამაში და გონია რომ საკმაოდ კაი თამაში გამოვა რა დღეს. დიო, წარმატებები. მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო და შენი ჩართულობით
ძალიან ბევრს აკეთებდა, მინდა მადლობა გითხრა ამ ყველაფერში და ჩვენი ოჯახის სახელით. აბა წარმატებები და წავედით, გადავედით ძალიან დაძაბულ თამაშს. გაიხარე. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ფრით არასდროს არ ვიყავი ხოლმე კმაყოფილი, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე თამაშები, რასაც აი დღევანდელი თამაში, სადაც მოდი ესე ვთქვა და ვაღიაროთ, რომ მოსაგები თამაში არ იყო. აი ზუსტად ბიჭებს ეს ვთხარიო, ზუსტად ესე თამაშებს ვარ წავაგებ და აი ამ ესე თამაშებში ქულებს დავაგროვებთ. აი ეს უკვე დიდი წარმატებაა, იმიტომ რომ სეზონის ბოლოს ყოველთვის აი იქ რო ქულა აგვეღო, ერთი დაგვაკდა, ორი. აი ესე თამაშებია ზუსტად, სადაც დღეს დასაგები თამაში ჩვენ მოვიპოვეთ, ასე რომ მართლა კაი გუნდი იყო ეს ინტერსპორტი, ისე რა ქვია, ძალიან მოძრავი გუნდი იყო, ან ჩვენ ვიყავით ძალიან დაღლილები, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ძალიან კაი გუნდი იყო და ყოველ შემთხვევაში მე ძალიან კმაყოფილი ვარ ერთი ქულით. სამივე კობიც, იაშკას და მარცვალა ტრამვირებულები არიან, ამისამ დაიწყო და ნუ მოგეხსენება ამ ვეტერანების თამაშის მერე ბარსასთან ყველას დაჭიმული ქონდა კუნთები და ზუსტად ეს კუნთი დაეჭიმა, რაც თამაში აწუხებდა. ნუ იმედი მაქვს, რომ შემდეგ თამაში უკვე გვეყოლებიან, იმიტომ რომ ეს თამაშიც ერთნაირ ქულებში მიდიოდი, 12 ქულები თუ არ ვწდები, ორივე. ხო და ძალიან სასიხარულო ვარ, რომ არ ჩამორჩით, იმიტომ რომ ვიცი, რამდენი წელი ამ მასტერ ლიგას ვთამაშობ, რა ის სულ მაგაზე გვაქვს ხოლმე საუბარი, რა ბოლო ორ თამაში სულ ვითვლით იმ დასანან ქულებს, რასაც აი დღევანდელი თამაშმა კაი პასუხი გასცა. თქმა უნდა, კი, მიზანიც ეგ არის, 7-ეული და არა მარტო 7-ეული კიდე ზემოთ, თუმცა გაიხსენე წინა თამაშები, შარშან თამაშები, როგორი დაძაბული იყო და ფიქრობ, რომ მაგაზე წინა წელზე საინტერესო იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელია უკვე წელს. მე ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ შარშან მქონდა მე რამოდენიმე თამაში, სადაც რო იტყვიან ნახევარი ძალით მითამაშია და მოგვიგია თამაში. წელს, რა ვიცი, რამდენი თამაში ვთამაშეთ? 6? მე 6 იყო, ხო, თუ ასე. 6 თამაშიდან და რასაც უყურებ ხა სხვა გუნდებს და კიდე კაი გუნდებთან გვაქვს სათამაშო. ესე ნახევარი ძალით, რაც თქვი, მაგას მე მგონი წელს ვერ ვიზავთ. ასე რომ ეგ არის მთავარი, აკო. ძალიან სასიხარულოა, როცა ხარისხი იმატებს და ინტერესიც უფრო დიდია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ეს არის აი ბედნიერება, როცა ამდენი ახალგაზრდაა ჩართული. მეც ახალგაზრდად ჩავთვალე ჩემით, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და მაყურებელი ძალიან მიხარია, რომ სულ ესწრება თამაშებს. და რა თქმა უნდა ეს ქვეყნისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის ძალიან კაია, რაც უფრო მეტი ჩაერთვება და ამისთვის შენ ხარ კიდევ მზად ახალგაზრდა თაობისთვის. ბედნიერი ვარ, წინა თამაში რთული მქონდა. ყველამ კარგად ითამაშა გუნდში, მაგრამ გამოსარჩევია, რომ ამ ყველა ტურნირზე ამდენ გუნდში გამოგარჩევენ შენ რა. და მიხარია და უფრო მეტი мотиваციაა, რომ კიდევ უფრო კარგად ვითამაშო რა. ეს რთული თამაში მქონდა, შეიძლებოდა მოგება. ამ ტურში გამიჭირდება იგივე პრიზის მოპოვება, მაგრამ სამომავლოდ შევეცდები, რომ იგივე გამიმორდეს კიდევ რა. აქამდე პროფესიონალს თამაშობდი, სულ ზაფხულშიც ღმერთის იგივე გეგმა მაქვს, რომ გავაგრძელო. უბრალოდ ლევან ჭელიძის დამსახურებაა, რომ აქ მოვედი და ესეთ გარემოს ნახდათ არ ველოდი. აი, ერთი სული მაქვს კვირიდან კვირამდე, რომ როდის მოვალ, როდის ვითამაშებ, ხალხი მოდის რაღაცა და ძალიან საფეხბურთო გარემოა რა. გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ უფრო მეტიც შეგვიძლია და შემდეგ ტურებში გამოვასწორებ და დიდი გეგმები გვაქვს ჩვენ რა. რას ვეტყოდი, რომ კარგად მოემზადონ, რომ ძალიან რთული თამაშები ელოდება და რთულია აქ ზემოთ ცხილის ზედა მხარეს ყოფნა რა. და უფრო ვინც მეც იშრომებს და ვინც მეც მოინდომებს, ის იქნება ზემოთ რა.